მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. დღეს კვირაა, საღამოს 8 საათი და თქვენი კეთილნებელობით და ღვთის მადლით კვლავ გვაქვს ერთმანეთთან საუბრის საშუალება. თქვენ გახსოვთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ დავიწყეთ აი ამ წიგნის კითხვა, რომელსაც ქვია ღვთისმშობლის ცხოვრება. და თქვენის ნებართვით მე კვლავ აქედან გავაგრძელებ მას. ყველამ ვინც კი შეისმინა სახარების ქადაგება, ღაღადისით ხელახპრობილმა ტკბილის სიტყვით ყველას გასაგონად უნდა აქოს დედა ღვთისა, რადგან ჩვენ სხვადასხვა ერისა და ქვეყნის შვილნი მოვალენი ვართ, ვადიდოთ და უგალობოთ მას, ვისგანაც ჩვენი მხსნელი იშვა, მაგრამ შევძლებთ კი შესაფერისად ვადიდოთ სანატრელი და ყოვლადქებული? თავად ყოველთა დამბადებელმა ღმერთმა კაცთა შორის მობრძანება როცა ინება, თავის ღირსეულ და ღვთივშვენიერ სამკვიდრებლად სწორედ მისი სიკეთე მასთან დამკვიდრება გამოირჩია. ამიტომ ჩვენც უნდა ღირსეულად განვემზადოთ და ჯეროვნად მთელი ძალით მოვიკრიფოთ გონება მისაქებრად და სადიდებლად, თუმცა კაცთა შორის არავინაა, რომ ღირსებისამებრ შეძლოს დედა ღვთისას ქება დიდება და ვერავინ ვერ გახდება ღირსი საკადრისად ადიდოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და რა კი არც ამ დიდებული საქმის ხელყოფა ივარგებს, ჩვენი შეძლებისამებრ გულმოდგინეთ უგალობოთ და ვაქოთ ჩვენი იმედი და შესავედრებელი დედა უფლისა ჩვენისა ღვთისმშობელი მარიამი. ჩვენი უფლის ყოვლადწმინდა დედაც ისევე მოწყალებითა და სიტკბოებით შეიწირავს ჩვენ მცდელობას, როგორც მისი სახიერი ძე და ღმერთი არავისაგან ითხოვს შესაძლებელზე მეტს. დედა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ ჩემო ძვირფასებო, იმ კეთილის სიტყვისთვის, იმ გამოხმაურებისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ამჟღავნებთ ჩემი გადაცემის მიმართ. დიდება უფალს ძალიან მახარებს მე ეს ამბავი. და კვლავ ღვთისმშობელზე გავაგრძელებ ჩემს საუბარს ამჟამად უკვე იგავით. ერთხელ ერთმა ქრისტიანმა თურქ ყასაბს ფული გადაუხადა და იყიდა მისგან ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ის ხორცის საჭრელ დაფად იყენებდა. წააბრძანა თავის სახლში, გაასუფთავა, მოუარა, ჩაამოკიდა და ერთ საღამოს სიზმარში ნახა ეს ხატი, რომელმაც შემაძრწუნებელი სიტყვები უთხრა. მირჩევნია დამაბრუნო თურქთან და მან ისევ ხორცს იჭრას ჩემს გამოსახულებაზე, ვიდრე შენ თამბაქოს კვამლით ყოველდღე შეურაც მყოფდე მე. საქმე იმაში გახლავთ ჩემო ძვირფასებო, რომ ეს ქრისტიანი ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატზე და შემდეგ თამბაქოს აბოლებდა. და მე მგონი თითოეულ ჩვენთაგანს გვეცნო აქ მონათხრობი ამბავი. როდესაც მივდივართ, ახსარებას ვამბობთ, ვინანიებთ, ბრუნდებით და ისევ იგივეს ვიმეორებთ. კვლავ ცოდავთ, კვლავ ვინანიებთ, კვლავ ცოდავთ, კვლავ ვინანიებთ. მე ამით იმას არ ვამბობ, რომ ახსარებას არ უნდა ვამბობდეთ, რომ ვითომ აზრი არა აქვს, მაგრამ და ეს იგავი ჩვენთვის გამაფრთხილებელი იყოს იმის, რომ ნუ გამოუცდით ღვთის მოთმინებას. ჩვენი ძალების და შესაბამისად ვებრძოლოთ ჩვენში ღრმად ფესვგამდგარ ცოდვას. და მე კვლავ გავაგრძელებ თქვენის ნებართვით
ღირსი ეფრემ ასურის ფსალმუნების ჩემი თარგმანის წარმოდგენებას თქვენს წინაშე. საშოითგან დედის ჩებისად ვიწყე განრისხებայի შენი უფალო და სულისათვის დაუდევრობით არარად ვრაცხდი მადლსა შენსა გარნა შენ მეუფე ჩემი სიმრავლისათვის მოწყალებათა შენთასა სულ გრძელებითა და მოწყალებითა მიხედავდი ყოველსა ზაკვარებასა ჩემსა. შენთვის ბნებული ნასხამთა თვისთა ყოვლად დასაწელ მსხვერპლად გწირებსო ანასტასიას ლოცვა კურთხევით მიწყალენ ტკბილო ღმერთო იესო. ჩვენ გავიარეთ ეს დღე, როდესაც იხსენიებოდა წმინდა დიდმოწამე ანასტასია და აი ეს ლოცვა და საგალობელი მის სახელზე დაიწერა ჩემო ძვირფასებო წიგნიდან იესო. ეხლა კი კვლავ ისევ თქვენის ნებართვით მე გავაგრძელებ გარდატეხის ასაკში მყოფ ყმაწვილის მიმართ წერილის კითხვას, რომელმაც ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია თითოეულ თქვენთაგანში. გარწმუნებ შვილო, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში და მით უმეტეს მათ სულებში ძრომიალის ვნებით ნამდვილად არ არიან შეპყრობილნი ჭეშმარიტი მღვდლები. ადამიანი მღვდელი იმიტომ ხდება, რომ ღმერთს ემსახუროს. მღვდელი თვლის, რომ მისი ძირითადი მიზანია ადამიანებს სულის ცხოვნებაში დაეხმაროს. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მღვდელს ადამიანის სულში შეძრომა კი არა მისი სულის ხსნას წყურია. და მართლაც, რატომ უნდა სურდეს მას სხვათა სულებში შეძრომა? ნუ თუ ფიქრობს, რომ სხვის სულში შეიძლება რაიმე საინტერესო და განსაკუთრებული პოვნა? ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ. სხვის სულში ახალს ნამდვილად ვერაფერს ვიპოვით. ყოველივე იგივეა, რაც საკუთარში. სხვაობა მხოლოდ დეტალებში, ზომებსა და რაოდენობაშია. ძირითადად იგივე ცოდვები, ვნებები, პრობლემები, სირთულეები და ეჭვები. ეს ყველაფერი ამძიმებს მღვდლის გულსაც, დამიჯერე. ისიც ხომ ადამიანია. ამიტომ სხვათა სულიერი პრობლემებით საკუთარი თავის დატვირთვა მღვდლისთვის გმირობა უფრო არის, ვიდრე ვინმეზე რაიმეს თავს მოხვევა, როგორც ამას ზოგიერთები სხვანაირად ხედავენ. აქვე მე იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ანაფორას იცვამს ადამიანი და მღვდელი ხდება, ამ პასუხისგებლობის ბოლომდე თავის თავზე აღების პირობას იძლევა. ადამიანები თვითონ მიდიან მღვდელთან ზუსტად იმისთვის, რომ სული გაუხსნან მას. მათ სურთ მისი დახმარებით განკურნონ, განწმინდონ და სულ სხვა ლადზე გადააწყონ საკუთარი სულები. ამიტომ მღვდელს სულაც არ ჭირდება ადამიანებზე ნადირობა იმისთვის, რომ როგორც შენი სიტყვით ძალით შეუძვრნენ მათ სულებში. მართალია მღვდელი ადამიანებთან კონტაქტზე დაუკითხავად მიდის ხანდახან. ამ შემთხვევაში მღვდელს ამოძრავებს არა უბრალო ცნობის მოყვარეობა, არამედ მოყვასის ხსნა და ეს ხდება მაშინ, როცა მღვდელი ხედავს, რომ ადამიანი ნამდვილად საჭიროებს სულიერ დახმარებას. მოზარდის პასუხი. აღსარების დროს მღვდლები მრავალი მცოდვებს ეცნობიან, რომელსაც ჩადიან ადამიანები. ალბათ ძალიანაც იღლებიან აღსარებისგან. გეთანხმებით, რომ ძნელია მარადჟამს ბოროტების შესახებ მოსმენა, ამით შეიძლება ადამიანზე სუდა გეკარგოს წარმოდგენა. რა თქმა უნდა, მეც მიწევს სულ ადამიანებთან ურთიერთობა და რომც შეიძლებოდეს სრულიადაც არ მსურს მათ სულებში ძრომიალი, რატო ქექო მათი სიბინძური არ მესმის. მაგრამ ბოროტების გარდა ადამიანებს სულში მრავალი კარგი ხომ აქვს. მე ცხოვრებაში ვხვდები ჩემთვის მოსაწონ ადამიანებს. აი მათ სულებში კი ძალიანაც მსურს შეძრომა და ნეტავით ცალი თვალით შემახედა თუ რა არის იქ, განსაკუთრებით ცნობილი ადამიანების სულშია საინტერესო ქექვა. მათ ხომ დიდ ცხოვრებისეულ წარმატებას მიაღწიეს. რომ შეიძლებოდეს მათი სულების შესწავლა, ძალიან ბევრს ისწავლიდა კაცი მათგან, თუმცა სურს კითხოთ. როგორ უნდა გავიგოთ
თვით ღვთისაგან იღებენ თუ არა მღვდლები ადამიანებისთვის სასურველ რჩევებს, ან რით ამტკიცებენ ამას მღვდლები? აი, ჩემო ძვირფასებო, თქვენ ისნებართვით, მე აქ შევწყვეტ მის კითხვას და გავაგრძელებ შემდეგ გადაცემაში და იქ ნათლად ვნახავთ თუ რა უპასუხა შემდეგში მღვდელმა და რაც შეეხება ანაფორის ჩაცმას, მე როგორც პირადად თქვენთან მინდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, ჩემო ძვირფასებო, რომ მიღებენ ქართულ მხატვრულ ფილმში წამალთან თამაში, სადაც მე ვანსახიერებ მღვდელს. და აი, როდესაც მე ანაფორა ჩამაცვეს, ისეთი რამ დამემართა, ამას მე ვერ აგიხწერთ თქვენ. იმხელა პასუხისგებლობა ვიგრძენი ამ ანაფორის წინაშე, რომ აი, არ ვიცი, ამას მე სიტყვებით ვერ გადმოვცემ და თვითონ დარწმუნდება მაყურებელი, როდესაც იხილავს ფილმს. ახლა კი ისევ თქვენის ნებართვით მე გავაგრძელებ ლექსად თქმულ სახარებას. ამჟამად წავიკითხავთ მე-7 სახარებას. სიმშვიდეც და სიხარულიც ერთსულოვანებაშია. აზრი არ აქვს მაძღარი ხარ თუ ნატრულობ პურს და ქშია. შინაგანად თუ დაბრკოლდი, სახიფათო განგაშია, რადგან სულის გაორება მხოლოდ დიდი თამაშია. და დაბრუნდნენ მოწაფენი მოძღვართან, თვის საყვარელთან, უამბობდნენ რა გადახდათ, რას წყინდათ, რა ახარებდათ. ქრისტემ კვლავაც შეახსენა, რისთვის ვართო მოვლენილი, კვლავ ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ღმრთისათანა გქონდეს წილი. და იმდენი ხეიბარი ბრმას ნეული შეიფარეს, პურის ხმევას ვერასწრებდნენ, გადაივსო ეზოს მხარე. და იტყოდნენ ახლობლები, შურიანი მწიგნობრებიც, ვერ არისო ქრისტე კარგად, ნუ თუ ამას ვერ ახვდებით? ახლობელთა სხვაგვარად თქვეს, შეებრალათ ძმა და შვილი მწიგნობრებმა, შურის გამო კვლავ დასწამეს ქრისტეს ცილი. არაწმინდა ძალით დევნის მისსავ მსგავსო ძალებს შაუბნელს იხილეთ და შიშით სჯიდეთ, ვით არ დაგმეს, რა აბრალეს. არც დაიბნა, არც განრისხდა, ტკბილი ქრისტე მათ სიტყვაზე, მიუბრუნდა სულებს მშვიდად, უპასუხა დაბალ ხმაზე. ვით არ შესძლოს და მარცხება, არაწმინდამ სახლის პატრონს თუ ეხება, მასზე სუსტის ძლოსა იმან? ვერ სძლოს უკე თუ არ იქნა ძალით მასზე უფრო მძლავრი, არ შეჰკრა და არ წაგვარა ყოველივე მონაგარი, ასწავებდა და ეტყოდა მოწაფეთა თვისთაც მშვიდად, იყვენით ერთსულოვანი სიყვარული თუ კი გინდათ. არ ეცრუოთ თქვენ სულსა და არ მეცრუოთ მოძღვარს თქვენსას, ვინც გასწავათ ერთგულება სათნოება დაგიწესათ. იხარებდნენ მოწაფენი, სასწაული რა იხილეს ბოროტიც რომ კეთილად ყოთ შესაძლოარს, გვითხრა ქრისტემ. გულისხმობდნენ სიტყვას ბრძენსა, საღგონებას, სწორსა მსჯავრსა, თქვენ გაკურთხოთ მამა ღმერთმა, კეთილდღელით წელსა ასსა. ახლა კი კვლავ ჩემი წიგნებიდან, ჩემო ძვირფასებო, ვაგრძელებ კითხვას. ამჟამად წმინდათა საგალობელიდან. აკურთხებს თვისი სულისთვის, მარხვით და ლოცვით მშრომელსო, წარწმელი ძმისა გულისთვის ვევედრნეთ ჩვენს ღვთისმშობელსო. უფალმა ჩვენთვის ძვირფას სასულებს არ ვიცით ცოდვა თუ აპატია, ამისთვის ხსოვნის სანთლებს საუნთებთ, როცა დიმიტრის დღე შაბათია. დაეიყოს ჩვენი ერი
კუთვნილ ნების თვითმფლობელი, მტრების ძლევით ბედნიერი, ლოცვით დედა ღვთისმშობელის. დედასა ყოვლადწმინდასა, მარიამ ღვთისამშობელსო, წყალობა უხვსა მდიდარსა, ყოველი ქებით ხმობდესო. მოხედენ ფერხთა შენთათა, ცრემლითა დამალტობელსო, ესრეთ შეუვდეთ ყოველთა მხსნელსა და ღვთისამშობელსო. მაწყევართა და მტერთა თქვენთათვის, ვინც შეურაცხყვეს და ვინც გატკინეს, ლოცვისთვის გლოცავთ, ადის ღმერთამდის სულთქმა მოწყალე წმინდა მარტინეს. დღეს მე ჩემო ძვირფასებო შევამატებ ორ ახალს რუბრიკას. ერთი იქნება ჩემი თარგმანი, მეორე იქნება ჩემი მიერ შედგენილი თვითონ ლოცვა. ლოცვა იწერებოდა სახარების აზრებიდან გამომდინარე მიღებული შთაბეჭდილებებით. ჯერ წაგიკითხავთ თარგმანს. ჰოი ყოვლად ქებულო დიდმოწამეო არტემი, ზესთან ბრძოლო ჩვენო და მხედარო უფლისაო, სწრაფლ გვიშვამდგომლე წინაშე კაცთ მოყვარისა ქრისტეს მიმართ, რაითა მოსცეს წყალობა და სახმარი კეთილი წმინდისა ნაწილთა თაყვანსაცემად, მოსრულ ერსა მართლმორწმუნესა პატივის მცემელსა შენსა, წმინდისა კრებულისა თანა წინაშე საყდრისა მდგომარეო, მომიხსენენ ჩვენ ყოველნი განსაცდელთა და ჭირთაგან გარემოდგომილებითა ცხოვრებასა ამაშინა მრავალ გვემულნი, რაითა შეწევნითა შენითა ჩვენზე და ბოროტისაზე და მოსვლანი განქარდეს, ხოლო ჩვენ შენითა ქრისტეს მიერ მადლის ძალითა ბოროტ განსაცდელებითა განსწავლულნი მოთმინებითა ვიტვირთავდეთ, ჯვარითა აღბეჭდილ დღეთა მიწიერ მწირობისასა, რაითა სინანულით უფლისასათნო მყოფელნი იმ გამოუთქმელ სიკეთეთა და ვიმკვიდრებდეთ, რაიცა გამზადებულ არს მოყვარულთა და განმადიდებელთათვის წმინდისა სახელისა, ღმრთისა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ეს გახლდათ ჩემი თარგმანი დიდმოწამე არტემის მიმართ. შეგხვედრიათ ეს წმინდანი, შეგახსენებთ, როდესაც ზიარების წინა ლოცვებს კითხულობთ, მე-12 წმინდა ბასილი დიდის ლოცვაში მოხსენიებულია დიდმოწამე არტემი, რომლის მეოხებითაც შევთხოვთ, რომ უფალმა გვაზიაროს სიწმინდეს. და იმეც გამიჩნდა სურვილი, რომ გადამეთარგმნა თქვენთვის ეს ლოცვა. ახლა კი წარმოგიდგენთ კონკრეტულად ჩემს მიერ დაწერილ ლოცვას პიროვნულად. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი და შესაბრალისი, რამე თუ სული ჩემი არაწმინდებითა აღსავსე და არაწმინდა სულებისავე სამკვიდრებელი გამხდარა. შემიწყალე მე რამე თუ მათი სამონებითა ვერღარა გიხილავ შენ გარნა ხოლოი ჟამსა განკითხვისასა. შემიწყალე მე რომელი ვიგვემები მათგან, ამისათვის სიტყვანი და გულის სიტყვანი ჩემი უკეთურებითა აღსავსე არ. შემიწყალე მე და განმარინე მათგან ვითარცა ღადარინელი. წარს წმიდენ ისინი ვითარცა ღორნი დააშთვენ და შთასთხინენ უფსკრულსაშინა. მერმეცა შეგვიწყალენ წარწყმედითა მათითა მწუხარენი და მვედრებელნი შენი განსვლისათი სულისაგან ჩვენისა. და ბოლოს შემიწყალე და მსახურ შენ დამქმენ მხსნელისა ჩემისა, რაითა ვეტყოდე ყოველთა დიდება ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მიხსნა მე. გახსოვთ ჩემო ძვირფასებო ის სახარება, როდესაც ესე იგი ღორები 2000 ღორი, როდესაც წყალში დაიხრჩო ერთი ცოდვილი ადამიანის გულისთვის. ის ცოდვილი რო გადარჩენილიყო, აი ამდენად მოწყალე არის უფალი კაცთ მოყარე ჩვენი ქრისტე იესო და რამდენად ძვირფასია მისთვის ერთი ადამიანის სულიც კი. და ბოლოს მე მინდა ჩვენი საყვარელი ქართველი წმინდანის მიმართ დაწერილი ლოცვით საგალობელით დაგემშვიდობოთ დღევანდელ დღეს. სიყვარულს ღვთის და მოყვასის ვერაფერი ვერ გვიცვლიდეს,
გლოცავს წმინდა იოთამი, ღირსი მამა ზედგინიძე. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველოს.